ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად და პირველი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ბატონი ლევან მამალაძე. მოგესალმებით ბატონო ლევან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუდიას, ტელემაყურებლებს და მსმენელებს. კი ბატონო, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტის დეპუტატი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ხა რო წავიდე რეგალიების ჩამოთვლით კიდე შორს წავალ. ბატონ ლევანს წარდგენა არ ჭირდება. ბატონ ლევან, აი რაზეც ჩვენ საუბრობდით ახლა, რომ აი ეს დაწოლაზე და იმ რევოლუციურ ცვლილებებზე ტრამპისა. თქვენ ატყობთ თუ არა თქვენი აი თვალით, რომ ის დაწოლა, რომელიც იყო ჩვენ ქვეყანაზე ამერიკიდან დასავლეთიდან ტრამპის არჩევის შემდგომ, უკვე ფაქტობრივად ძალიან ისე მინიმალური გახდა. მინდა გითხრათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ძალიან ესეთი აქტიური მოქმედება დაიწყო. თვითონ ზოგიერთი მისი გუნდის წევრებიც კი იმდენად არ იყვნენ მზად, რაც ტრამპმა მათავალებები მისცა და ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა მათი მოქმედება. თქვენ მართალი თქვით, ეს რაღაც კარდინალური ცვლილებები მიდის, რაც ამერიკაში ესეთი ცვლილება არც ერთ პრეზიდენტს არ ჩაუტარებია. ფაქტიურად ინსტიტუციონალურ ცვლილებებს ატარებს ტრამპი და მისი გუნდი. იმაზე, რაზეც იდგა ამერიკა, ეს იყო ვთქვათ, აი ხუთმაგის სტანდარტები, რაღაც იდეის შექმნა, იდეოლოგიის, ის რასაც საბჭოთა კავშირი აკეთებდა, მერე დაიწყო იგივე, ვთქვათ, როგორც სხვა ფორმატით შეერთებულმა შტატებმა კეთება და იგივე ფორმატებით და ჩარევებით სხვადასხვა ქვეყნებში გადატრიალებების მოწყობა, რასაც ვთქვათ, დემოკრატიას ეძახდნენ, ვთქვათ, სისხლისღვრას, ამას ეძახდნენ ხალხის ნების გამოხატვას და ესეთი რამ დავინახეთ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ესეთი რამ ჩვენც ესეთი ექსპერიმენტი ჩაგვიტარეს 2003 წელს და მას შემდეგაც იყო გარკვეული მცდელობები. შესაძლოა როცა ვამბობ აი 2003 წელი გავიხსენე, თვითონ USAID-ის გვერდებიდან ამოღებული მასალებით, რომელიც თვითონ ამერიკის სხვადასხვა გამოცემა აქვეყნებს, პირდაპირ წერია, როგორ ჩაერიან, ვინ დააფინანსეს, რა ორგანიზაციების შექმნეს, რა თანხები გამოიყო, სააკაშვილი როგორ მოიყვანეს, ხალხი როგორ გააბრუნეს, ეს მთელი ტექნოლოგია მუშაობდა და წლების განმავლობაში მე ამას ვამბობდი, ვცდილობდი ამეხსნა საზოგადოებისთვის, ბევრი იჯერებდა, ზოგი არ იჯერებდა, იმიტომ რომ მოქცეული არიან დღესაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ და დღეს ყველა ხედავს და ზოგი აი გულის ტკივილით არც კი უნდა რომ დაიჯეროს ის სიმართლე, რაშიც ჩვენ ვიმყოფებოდით და რაშიც დღესაც ესე იგი ვართ და გვინდა აი ასეთი ზეგავლენებისგან გამოსვლა. ტრამპმა მოიქნია ეს ცოცხი კარგად გვისო რომ იტყვიან, ისეთი ორგანიზაციები გააჩერა, ეხლა CIA, ეს დაზვერვის სამსახური, საგამოძიებო სამსახური, სააგენტოები, რომელიც ამ დემოკრატიის ექსპორტს აკეთებდნენ მთელ სოფლიოში და იქ მოსული მათი წარმომადგენლები დაწყებული მარკო რუბიოთ, რომელიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სხვაებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. და ილონ მასკი კიდე აი ძალიან საინტერესო შექმნეს სამსახური, ეს არის სახელმწიფო რეფორმების სამსახური, სამთავრობო რეფორმების და ეფექტურობის. აი დააგვირგვით, ეფექტურობის თვალსაზრისით მუშაობს ილონ მასკი და ფაქტიურად მან უკვე მარტო USAID რო ავიღოთ 60 მილიარდის ეკონომია შეუქმნა შეერთებულ შტატებს. შეიძლება ის თანხა კიდე რაღაცა მიმართულებებით დაიხარჯოს, მაგრამ 60 მილიარდი მარტო USAID და სხვები დაფინანსების რო გააჩეროს, ლაპარაკი არის, რასაც ახლა თვითონ ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, მიახლოებით 200 მილიარდზე წელიწადში შეუძლიათ აი ამ ეფექტურობიდან გამომდინარე ეკონომია გააკეთონ. ეხლა ამერიკას დიდარი ქვეყანაა და შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს და შემოსავალი აქვს, ხო? შემოსავალს თავისი ხარჯები მოყვება. ბიუჯეტზეა ლაპარაკი. მე ვფიქრობ, რომ ამერიკა ემზადება დიდი ნახტომისთვის კოსმოსში. შეიძლება ზოგმა არ მიაქცია ყურადღება, იმიტომ რომ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკა დააფინანსებს მარსზე, ესე იგი ჩვენი ადამიანების მისიის გაგზავნას და ილონ მასკმა უკვე ამის ფული მე მგონი მოაგროვა. ამ კუთხით რომ შევხედოთ, ის ამ თანხებს ეკონომიას აკეთებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით უკეთებს ამის, ვთქვათ, რეალიზების საფუძველს ქმნის უფრო სწორად. სხვადასხვა ეხლა ზოგ შეიძლება რაღაც ფილოსოფიური გადახვევა ეგონოს ეს, მაგრამ თუ კი შევხედავთ, ხო, ჩვენი კაცობრიობა
ხშირად მithქვამს არის რაღაცა ქვის ხანის დონეზე, იმიტომ რომ ტექნოლოგია შეიცვალა, თქვათ იგივე ქვების სროლა გადავიდა რაკეტების სროლაში და სხვა ამ დრონების და ხელოვნური ინტელექტის გამოგონების დონეზე, მაგრამ აი მიზანი დღეს იგივე არის რაღაცა დაიფყარი გეოპოლიტიკური ნიშნულები, რაც ადრე ღვინეების წართმებით იყო და ქვეყნების დაპყრობით იყო, ეხლა მსოფლიო მასშტაბით გეოპოლიტიკური გადალაგებების ფაზაში ვართ შეცვლილი. ეხლა ტყილა არ ვამბობ ამას, ეხლა შეიძლება ზოგს ისე მოეჩვენოს, მაგრამ მარსის მისიის გამოჩენა და ამისთვის თანხების გამოძებნა, რასაც აკეთებენ, ეს არის ახალი მიზანი კაცობრიობისთვის, რომელიც საერთოდ მთლიანად შეიძლება შეცვალოს და ეს რაღაცა გეოპოლიტიკური რაღაც ნიშნულებისთვის ბრძოლა და გავლენებისთვის ბრძოლა სულ ახალ სტადიაში გადავიდეს და აი ომის მიზეზები აი ჩვენს კაცობრიობას, ჩვენს ცივილიზაციას გამოეცალოს ჩვენს აი სახლში დედამიწაზე რო იტყვიან. ეს ცოტა გლობალური რაღაცა ვთქვი, მაგრამ ამასაც მიევაქციოთ ყურადღება, ესე მოხდება. თუ კი ავიღებთ ეხლა აი საქართველოზე ზეწოლა თქვენ აღნიშნეთ საინტერესო მომენტია, უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით მე პირდაპირ გეტყვით, რას ვხედავთ ჩვენ. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ნათქვამი ნარატივები, რასაც ამბობდნენ და ამას მე ვამბობდი უკვე 10 წლებია, ხომ? რომ არ შეიძლება იყოს საზღვარგარეთიდან დაფინანსება უკონტროლო. არ შეიძლება აი რასაც გავლენის რო იტყვიან აგენტურას ქმნიან, ეს არასამთავრობო სექტორი მთლიანად გავლენის აგენტურაა. როცა საზღვარგარეთიდან გაფინანსებენ დავალებას გაძლევენ, აბა ვინახარ შენ წინ აყენებ სხვა ქვეყნის ინტერესს და არა შენი სამშობლოსი. ესე იგი შენ სხვას ემსახურები. უბრალოდ ეს რაღაც ლაით ვარიანტში გააკეთეს და ეს ტექნოლოგია სწორედ ამის საშუალებას იძლევა და დღეს ეს ჩამოშლის სტადიაში შედის და ყველა ხედავს ეხლა ამას, რომ იცვლება ეს სიტუაცია და მინდა ვთქვა, რომ აი ამ თვალსაზრისით, კონტროლის თვალსაზრისით, გამჭვირვალობის კანონი, LGBT თვალსაზრისით, რომელიც ეს ლიბერალური გარყვნილობა, რასაც ლიბერალური დემოკრატია ერქვა, ხომ, ესეც უკვე რაღაც უკვე შერყეულია, იცვლება ამის გლობალიზაციის პერსპექტივები ყველა შემთხვევაში ტრამპმა გააჩერა და ეს განცხადებები ყველა ჩვენთაგანი აკეთებდა, მაგრამ ოფიციალურ დონეზე, რასაც ქართული ოცნება აცხადებდა, ტრამპის პოლიტიკასთან არის მთლიანად თანხვედრილი. ეხლა თუ კი შევხედავთ იმას, რომ ეხლა არ არის საელჩოების ისეთი აქტიურობა, თუმცა ევროპული რაღაც ჯგუფები კიდევ აგრძელებენ ამ ლიბერალური გარყვნილობის განვითარებას, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის რაღაც გარკვეული პაუზა. ელოდებიან ეხლა იგივე მათი ელჩები, ელოდებიან მათი ემისრები, ეხლა რამდენიმე 1000 კაცი მარტო USAID-ის აგენტურა გამოაკლდა, რომელიც შეერთებული შტატების თბილისის საელჩოში იჯდა, ხო? მათ ცალკე ის ხავდათ თავისი სტაფი და თავისი მუშაობა და ყველა სფეროზე ცდილობდნენ იქ რაღაც წყალს გაიყვანდნენ, თქვათ 100,000 დახარჯებდა და 10 მილიონს დახარჯავდნენ, რომ გავლენის სფეროები მოეპოვებინათ და ეს არასამთავრობო სექტორის თვალსაზრისით ჩვენი მოქალაქეები თავის ჭკუაზე გადაიყვანათ და ემართათ, რასაც დღეს სხვადასხვა მანიფესტაციებზე ვხედავთ. ეს ხალხი ამას ვერ ხვდება ჯერჯერობით, მაგრამ ნელ-ნელა უკვე მიდის აქეთკენ ეს ამბავი და ამას რატო ვამბობ? იცით, თანხვედრა არის, მაგრამ რა მოხდება საბოლოოდ ჯერ უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ თვითონ ტრამპი ისეთი კატეგორიის პიროვნება, რომ მისი პროგნოზი არც თუ ისე ადვილია. სხვანაირად უყურებს ყველაფერს. მთლიანად აი ეს მიდგომების აბსოლუტურად სხვანაირად შეცვალა. ხო ნახეთ მისი განცხადებები კანადის მიმართებაში, იგივე პანამის, გრენლანდიის მიმართებაში, კიდე სხვა რაღაცა მომენტები აქვს, ეხლა ჩინეთთან დაკავშირებით კიდევ ძალიან სერიოზულ საკითხებს აყენებენ. აქ მედის ძალის გამოყენება გავლენისა და ზეწოლის თვალსაზრისით და არა რაღაც რევოლუციებისა და გადატრიალებების მოწყობით, რაც აქამდე ხდებოდა, ხო? და ამას თუ ავიღებთ, ეხლა საინტერესო მომენტია, არა მარტო ვთქვათ ქართული ოცნების ვთქვათ რაღაც ნარატივების თანხვედრა ტრამპის გაცხადებასთან, ხო? მოდი ავიღოთ, რას აცხადებს ჩინეთი, რას აცხადებს რუსეთი. რას აცხადებს პუტინი და სი ძინპინი, რას აცხადებს, ხო? სუსტი თანხვედრა, რაც ტრამპმა თქვა, მიდგომის თვალსაზრისით, ხედვის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აქ თანხვედრა. ეხლა დავარქვათ მაშინ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ეს არის რუსული ადმინისტრაცია, ხო? ეხლა თუ ავიღებთ აი რაღაც სიგიჟეების იმას გავრცელებას და რასაც ეს პროპაგანდა ავრცელებს, თქვათ ჩვენთანაც, ხო? ეხლა მასე მაგკუთხით რომ ვიმჟელოთ, ტრამპსაც დაუძახემ რუსეთუმეები არიანო, ხო? ეგ მომენტია. ამას რატო თქვი ბატონო ყველაფერი და ისე აღარ იქნება ზოგს როგონია. შედეგად რას მივიღებთ, გამოჩნდება ოფიციალურად რა პოზიცია
პოზიციას დაიჭირებს, რაიჭერს ტრამპის ადმინისტრაციამ, მე ვფიქრობ, ალბათ თვის ბოლოსთვის გამოიკვეთება ეს მომენტიც და გასაგები იქნება რა მიმართულება და რა პოზიცია უნდა დავიჭიროთ. აი ხა ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ თქვენ გინდათ ჩელიაბინსკში გაღვიძება და მე მგონი თელმა ამერიკამ ჩელიაბინსკში გაიღვიძა, იმიტომ რომ რასაც ესენი ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ თურმე ჩელიაბინსკობა არის ის რომ შენ ითხოვ ამ ამერიკული ფონდებთან გაწყვეტას ურთიერთობის, ეკლესიის, რელიგიის მიმართ ჩვენ დამოკიდებულებას, ეს ითვლებოდა პრორუსულობა და იგივე საკეთებს ტრამპი. აი ხა გუშინ განცხადება გააკეთა ეკლესია, რელიგია უნდა დავაბრუნოთ სკოლებშიო და ანტიქრისტიანულია ეს გარკვეული ბრძოლა უნდა შევაჩეროთო. ანუ ის აპირებს განათლების სამინისტრო დაშალა. ЦРУ-ს მუშაობა შეუჩერა. ფაქტობრივად ესეთი რამე არც ერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია, მასაც კი არ გაუკეთებია პირველი საპრეზიდენტო როდესაც მმართველობის პერიოდი იყო და მე მგონი ჩვენც უნდა ავყვეთ ამ ყველაფერს. ეხლა აი სამწუხაროდ აი ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები ძალიან კარგია ეს საკანონმდებლო ცვლილებები პოლიციის დაცულობის ჩინოვნიკების იგივე საზოგადოებრივი წესრიგის რომ ესე არ იყოს ქუჩაში ვიღაცას მოძახილები და შეურაცხყოფები აღიკვეთოს და თავდასხმები, მაგრამ განათლების სისტემაში არის აუცილებლად რეფორმები ჩასატარებელი. მე მიკვირს რომ ამდენი ხანია ჩვენ აი რას ველოდებით. ეხლა ტრამპმა თუ განათლების სამინისტრო დაშალა, ჩვენ არ უნდა დავშალოთ. მთელი სამინისტრო გაძეძგილია ნაცებით და განათლების სამინისტროს ბრალი არის რომ აი ის ახალგაზრდები ვინც არის მაგათი პროდუქტია, ხო? აი ყველაზე დიდი დამნაშავე სახელმწიფომ უნდა აღიაროს, მე მგონი რომ ეს განათლება, აი როგორც ტრამპმა აღიარა ის რომ რასაც აკეთებდნენ ესენი, ეს იყო შეცდომა, რომ მაგალითად USAID იყო კრიმინალური ორგანიზაცია, უნდა ვთქვათ მოსახლეობას რომ განათლების სამინისტრო იყო მავნებელი სტრუქტურა საქართველოში, რომელმაც გონება დაუბრუნდა ახალგაზრდებს. არ ვიცი მეთანხმები თუ არა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ფაქტობრივად დროს ვკარგავთ აუცილებელი, აი ფაქტობრივად თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია უნდა დაეკისროს განათლებას, იმიტომ რომ აი ეს ახალგაზრდები ხო პროდუქტია ამ განათლების სისტემის და თუ ტრამპი ანადგურებს განათლების სამინისტროს და იმ სისტემას, რამაც ეს მოახდინა ცვლილებები, ჩვენც უნდა გავაკეთოთ, მე მგონი, იმიტომ რომ მე აი ცოტა არ იყოს აი მგონია რომ ვაგვიანებთ ამ მიმართულებით. ჩვენ ერთ-ერთ თქვენს გადაცემაში ამაზე ვისაუბრეთ სხვათა შორის და მე გეთანხმებით ფაქტიურად დიდი შეცდომები იქნა დაშვებული ჯერ კიდევ ის 2003 წლის გადატრიალების შემდეგ და გადმოაკოპირეს ეს რაღაცა ლიბერალური იდეოლოგიით გაჟღენდილი განათლების სისტემა, რომელიც ადამიანის განვითარებას კი არ უწყობს ხელს, შინაარსობრივად რო აიყო, იქ ჩადებულია ისეთი ფსიქოლოგიური მომენტები და ნიუანსები, რომლითაც იზრდება ახალგაზრდა, რომელიც მორჩილი უნდა იყოს, ის ვერ წხვდება ამას და დღეს ჩვენ აი ესეთ შედეგს ვღებულობთ. ჯერ ავიღოთ ვინ არიან მასწავლებლები, გნებავთ სკოლებში და ვინ არიან ლექტორები, ხო? აქაც უკვე სერიოზული პრობლემა გვაქვს. ჩვენ ვინც ასწავლის, ჯერ ის აქვს ჩამოსაყალიბებელი, ვინც უნდა ასწავლოს, ვინც უნდა ცოდნა გადასცეს და მერე შემდგომ უნდა ვიცოდეთ რა პროდუქტს მიიღებს ჩვენი სამშობლო, ხალხს უსმენს სამშობლოს, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, რომელიც თავის სამშობლოს აღიქვამენ საქართველოს და მისთვის მისი განცდები არის სამშობლოს მიმართ, ესე იგი განწყობილი და მიმართული და არა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ვზრდიდეთ. სამწუხაროდ ხშირად მithქვამს, დღევანდელი განათლების სისტემით ჩვენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ვზდით და არა ჩვენი სამშობლოს მოქალაქეებს. აი ეს არის ძალიან მოკლე დახასიათება, ამიტომ რა თქმა უნდა აქ ბევრი რამ შესაძლებელია, სამუშაო არის. აქ ეს არ უნდა იყოს მარტო რაღაც პოლიტიკური ორგანიზაციის თემა, აქ ხალხი უნდა ჩაერთოს, გამოცდილი ადამიანები უნდა ჩაერთოს და განათლების ეროვნული პროგრამა უნდა შეიქმნას, რომელიც მართლაც ახალგაზრდებს გაზრდის ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის და მათ მიმართ იქნებიან ისინი პირველ რიგში განწყობილნი, რომ ესე იგი ემსახურონ და იღვაწონ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რასაც მიაქციეთ ეხლა ყურადღება, აი როგორ არის, იცით, ეხლა დღეს დგება
ისტორიული მომენტი პატარა ქვეყნებისთვის, რომ ჩვენი თავი გავიძლიოთ. ხშირად მithქვამს, როცა იმპერიები ერთმანეთს ებრძვიან, იქ რაღაცა გადახლართვა არის, ჩვენ თუ სწორ პოლიტიკას შევიმუშავებთ, დავაბალანსებთ ამ იმპერიების ინტერესებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ჩარჩოებში, მაშინ გვეძლევა საშუალება, რომ გავძლიერდეთ და ჩვენ აი სწორედ ეხლა ისტორიული მომენტი არის დამდგარი. ზოგს არ მოსწონს, აი რატო არის ეხლა ეს ბრძოლა, ხო? რისთვის იბრძვიან? ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ აი ესეთი ლოზუნგი არის გამოწანილი, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი. ევროპული მომავალი ვინმე წაართვა, ან ეს ევროპა სად არის, ან რას გვთავაზობს ეს ევროპა? აი მოვისმენოთ, ჯერავს ხალხს, დღეს უყურებდი სხვათა შორის სასამართლო პროცესზე ახალგაზრდები იყვნენ, გული გეტკინება, კარგი ახალგაზრდები არიან, მაგრამ რამდენად არიან ამ იდეოლოგიისა და ზეგავლენის ქვეშ მოქცეული, რომ იმას კი არ ხედავენ გარშემო რა ხდება. მათ აი ესე აქვს ხვალების ჩაფარებული ხელი, მარტო წინ იყურებიან და გვერდზე არ ხედავენ მთელ სურათს. ანუ როგორი აი ეს არის განათლების სისტემა. სურათის დანახვას კი არ ასწავლიან. ისინი მორჩილს ხდიან იმ ადამიანებს, რომ რაღაცას რო ჩააწვეთებ თავში, მიყვებოდნენ ანალიზისა და გააზრების გარეშე. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, ჩვენც გვინდა ევროპული მომავალი. მაგრამ სად არის ევროპა? რა რჩება ევროპისგან? რას გვთავაზობს თვითონ ევროპა? არაფერს არ გვთავაზობს, ხო? ამიტომ ჩვენ სამშობლოზე უნდა ვიზრუნოთ და როცა დადგება ეს მომენტი და თუ მართლა დადგა და არ დაიშალა ეს ევროპა, ხო? ყველა ვარიანტში რაღაც პერსპექტივები იარსებებს, მაგრამ ჩვენ ეხლა ავდგეთ და რაღაცისკენ იმის არ იყოს სტაფილოს, ვირირო სტაფილოს მისდევს, რაღაცას მივდიოთ და არ ვიცოდეთ რა შედეგი დადგება, ამის უფლება ჩვენ არ აქვს. ძალიან პატარა ქვეყანა ვარ ჩვენ. აი ხა მე ერთ რამეს ვიტყვი რა, მე ნამდვილად მეწოდება ის ახალგაზრდები, ვინც ესე გადაუტრიალეს ტვინი, მაგრამ ყველაზე უფრო საშინელება რა არის, იცით? აი რომ დავალებული მაქვს თითეული რექტორისთვის, პროფესორისთვის, რომ აი იცით მომინახეთ ახალგაზრდები, ჩვენ დავასაქმებთ მათ, მზად ვართ გავზდით აქ აი ორატორებად, ისეთ ადამიანებად, რომლებიც აი მაგალითად რაღაცა პოლიტიკური მომავალი აქტივობა გააჩნიათ, ან შეიძლება პოლიტიკური აქტივობაც არ გააჩნიათ, შეიძლება პოლიტიკაში საერთოდ არ წავიდეს ადამიანი და უბრალოდ მინდა ახალგაზრდების ხმა ისმოდეს, ჯანსაღი ახალგაზრდა ვერ მომინახეს. აი ეხლაც რო უყურებთ, აი სულ ყველა ტელევიზიას უყურებთ, რომ მაინტერესებს იქნე, აი სადმე მაინც გამოჩნდეს, აი უბრალოდ აი ჩვენთან არ ჩას არ არის ახალგაზრდობა, გესმით? აი ვეუბნები მაგალითად პროფესორს, ლექტორს. აი ამდენ ბავშვს ასწავლი. ერთი ადამიანი მაინც არ არის ისეთი, რომ მე აი ავდგე გამოვიყვანო, ან სადმე სხვაგან. არა. აი ბოდიში დავამტკიცე, ესე იგი, არ ვიცი, აი ესეთი საშინელება გინახია თქვენი ამდენი უნივერსიტეტია, ამდენი სასწავლებელია და ახალგაზრდები საერთოდ არ არის. ესე იგი, იმდენად აი მოწამლეს, თუ ვინმე არის ახალგაზრდა გამოჩნდება, კარგი სწავლობს, ეს წაიყვანენ ეს ფონდები, სოროსი, წაიყვანს ეს USAID-ის მიერ დაფინანსება და კონსერვატიულად, ჯანსაღად ხალხია და პირველ რიგში ეს პროფესორები დასაჯელები არიან ჩემი არის. რადგან ერთი ბავშვი როგორ ვერ უნდა აღუზარდოთ. აი მე ხშირად გამოდიან იქ რაღაც არხებზე და აი თავის მოაქვთ ესე მასავი კიტრივით, რომ აი მე ეს ვარ შედალოცილო ამდენი ხანია 10 წელი რო ასწავლი ერთი ბავშვი როგორ ვერ უნდა გაზარდო მითხარით რა. გასაგებია ზეწოლა არის, ის არის, ეს არის. როგორ შენ რო შედიხარ ლექციაზე, როგორ შეიძლება რომ აი ხა მე მაგალითად აი ვამაყობ რომ ისეთი ადამიანები მასწავლე ბევრი რამე ფორმირება ადამიანისა, მაშინ რაც მოხდა იყო მათი დამსახურება. კატასტროფა არის, გესმით? აი თქვენც ხო აკვირდებით ტელევიზიაზე, იქით ამ ხარეს ესე იგი, უამრავი ახალგაზრდა გონება დაბინდული გამოდის და აქით ამ ხარეს, სადაც აი სიმართლეა, სადაც უნდა იყოს აი ნამდვილი სწორი აზროვნება, არავინ არ არის, ხვდებით? 1-2-ის გამოკლებით. მე ამას გადაჭარბების გარეშე გეუბნები თქვენ, რვამდენ უნივერსიტეტს უთხარი. და კარგი ჩვენთან არ სხვაგანაც არ ჩანან, გესმით? არ არის ახალგაზრდობას. ესე იგი, რა დონეზე მიიყვანეს საქმე, რა დონეზე რომ ფაქტობრივად ახალგაზრდები მოკლეს მთლიანად და გაანადგურეს რა. ო ნიკოლოზ, იცით რა არის, მე ახალგაზრდებთან პრეტენზია არ მაქვს პირველ რიგში. არა, ახალგაზრდებთან არ მაქვს, მაგრამ მე ვთქვი რომ მე არც მე მაქვს ახალგაზრდა. მე ვამბობ რომ ამ განათლების სისტემასთან, იგივე სამინისტროსთან, პროფესორებთან მაქვს პრეტენზია, იმიტომ რომ შენ რო იძახი, რომ პრობლემა არის პირად საუბარში, ამოიღე ხმა, მე რატო უნდა ვილაპარაკო მარტო და თქვენ, ხო? როდესაც ეს ბოლონიური სისტემა არ ამართლებს, მოდი ადექი გამოიტანე განცხადება, კაციშვილი რო არ დადის ლექციაზე, არავინ არ სწავლობს, იცის რომ მაინც დაუწერენ
ნიშანს, იმიტომ რომ ფული ხო უნდა შეიტანოს იმ იმაში, რა ქვია, გადასახდე. ამაზე ხო უნდა ილაპარაკოს განათლების მუშაკებმა, ამაზე ხო, ამაზე თუ არც ეხლა მეც ახალგაზრდებთან არ მაქვს პრეტენზია. ახალგაზრდები მოკლა ამ განათლების სამინისტრო. მე მაგალითად პასუხისგებაშიც მივხვდებდი განათლების სამინისტროს ბევრ თანამშრომელს, იმიტომ რომ ისინი მავნებლობას ეწევიან. ქვეყნის ღალატთან გვაქვს საქმე. აქ ლაპარაკია იმაზე, ხა ისევ განათლების სისტემაზე რატომაც უბრუნდებით, მე მაქვს ძალიან კაფე პოზიცია მაგასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება. არა, ბოდიში ბატონო ლევან, შეგაწყვეტინეთ, იცით რატო ჩვენ სხვა თემაზეც გადავალ, იმიტომ უბრუნდები, რომ განათლების სისტემის პროდუქტია ის, ვინც საქართველოში აი არეულობებს აწყობს. 99% დგას ახალგაზრდობის იმ აქციებზე. და ეს ვისი ბრალია? ვისი ბრალია და ამ სისტემის, ხო? და თუ სისტემის ბრალია, ის სისტემა ხო უნდა შეცვალო, მე მეგონა რომ ამაზე დაიწყებოდა უკვე მუშაობა და ჯერჯერობით მარტო მე ჩვენ ვიცით რომ კომისია შეიქმნა და მარტო კომისიაზე ნუ არ შეიძლება ამის გადაბრალება უნდა განადგურდეს განათლების სამინისტრო უნდა დაიშალოს როგორც ტრამპმა გააკეთა იმიტომ რომ ეხა ბოდიში ადამიანს სიმსივნე რო აქვს ხო რაღაცა დასაწყის სტადიაზე თუ ის სიმსივნე არ ამოვიდა მთელ სხეულზე ხო წავა რა და მე ვეღარ გადარჩება ის ადამიანი თუ ჩვენ ეს სიმსივნე არ ამოვიღეთ დაღუპულია იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ იმ ახალგაზრდების გადარჩენა შეიძლება ვინც იქ ხა გონება აქვს დაბინდული თუ ჩვენ სწორად ვიმოქმედებთ შედეგი რო დაიდოს ნებისმიერ სისტემაში ხო საჭირო არის ის ადამიანები რომლებიც ჯერ ერთი ლიდერები უნდა იყვნენ ხა ჩვენ ვისაც ტელევიზიით უყურებთ ტელევიზიაში გამოჩენა არ ნიშნავს ლიდერობას და არ ნიშნავს იმას რომ შენ გაკუნარი ყველანაირად დაინახო პრობლემა ასახო პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები შეამზადო ხო ესეთი პიროვნებები გვჭირდება ჩვენ ეს პირველი ამოცანა შემდგომ უნდა გამოყოთ ყველა სფეროს ეხება არა ბოდიში ბატონო ლევა თქვენ ვეთყო ვერ გამიგეთ მე იმას კი არ ვიცი ტელევიზორში ვინც გამოჩნდება იმან უნდა გადაწყვიტოს მე ვამბობ რომ ვერ ვხედავ ისეთ პროდუქტს აი ამ სისტემის მიერ შექმნილ ახალგაზრდების 1-2 ახალგაზრდაც ვერ დავინაყე მეთქი რომელიც აი გესიამოვნებოდა გაგიხარდებოდა ამაზე მაქვს საუბარი თორე ტელევიზორში რო გამოჩნდება ის ამაზე არ მქონდა საუბარი მე ვამბობ რომ ანუ ამ სისტემამ 5-6 ბავშვიც კი ვერ შექმნა საქართველოში რომელიც აი რეალურად ისეთი იქნებოდა როგორიც ჩვენ გვინდა ანუ გამოვიდოდა იტყო და შეიძლება არის მაგრამ თუ ისინი იქით ამხარეს გამოდიან და აქტიურობენ ხო აი აქით ამხარესაც ვიძახი თორე განა შეიძლება არ არის ახალგაზრდები ყველა კი არ არის მართლა წყალწაღებული მე ახალგაზრდებთან არც მაქვს პრეტენზია მე იმას კი არ ვიძახი რომ არ იქნება ეგეთი ახალგაზრდები მაგრამ არ არის ახალგაზრდობას ვერ ხედავ აი მედიაში რომლებიც გამოდიან აი ხა ჯავახიშვილი არის პროტესტი ხო მეც ჯავახიშვილი დავამთავრე ჯავახიშვილში როა პროტესტი და ანგრევენ და ამსხრევენ ყველაფერი ხო უნდა გამოვიდეს იქიდან თუ აქიდან 100 გამოდის 5 კაცი მაინც ხო უნდა გამოვიდეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან თქვას რომ არ არის ეს სწორი ის რომ ვაგინოთ პოლიციას ის რომ ვანგრიოთ ქვეყანა კი ბატონო გააგანს შენ ქალაქს რატო ვანგრევ ანდა ეს მიდგო აი ამაზე მაქვს საუბარი თუ იქით ამხარე აქიდანაც ხო უნდა რაღაცა პროდუქტი შეიქმნას ისეთი რომელიც აი ამ საპირწონე იქნება და რეალობა იქნება ამაზე მაქვს საუბარი მე ხვდებით მე არ ვიცი ჩემი ნათქვამით რატო აღიქმება რომ თქვენს ნახტომის საწინააღმდეგო არა უბრალოდ დავაზუსტე მე არა თქვენასაც ამბობთ მე თქვენი პოზიციაა არა დავაზუსტე უბრალოდ მაგის კომენტარს კი არ ვაკეთებ როცა მე რაღაცას ვიძახი ამიტომ მე უბრალოდ ვერ გავიგე რატო არის მე რასაც ვამბობ რომ თქვენ რაღაც ცდილობთ რომ თქვათ რომ ეს არა მე დავაზუსტე უბრალოდ მაყურებელს რომ სხვანაირად არ არის თქვენ ერთი და იგივეს ვიძახი ჩვენ პრინციპში ნებისმიერი სისტემა რომელშიც გვჭირდება ჩვენ კარდინალური რეფორმების გატარება გვჭირდება ის ადამიანები რომლებსაც აქვს ამის უნარი ეს ერთი ანუ ლიდერი ჭირდება ამ სფეროს მერე ჭირდება იმ ადამიან პროფესიონალების შეკრება რომელთან ერთადაც აი ეს რეფორმა განხორციელდება და შემდგომ ეს უნდა წავიდე ყველა სფეროში ყველა მიმართულებით იგივე თუ არის მინისტრი სამინისტროში უამრავი კარგი ადამიანია ხო მათ მოსმენა ჭირდება მათ უნდა მოусმინონ უნდა ყველა მიმართულებით ჩამოყალიბდეს ის წინადადებები რომელიც შედეგს მოგცემს და პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ის მასწავლებლები ლექტორები რომლებიც ამას ასწავლიან ჩვენ ხო დღეს განათლებას არ ვაძლევთ ჩვენ პროფესიას ვერ ვაძლევთ ამთავრებს ხალხი დიპლომს აიღე პროფესია არ აქვს იმ პროფესიის ცოდნა არ გააჩნიათ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და არის იხსება მათი გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებებით აი ეს აგვი დღევანდელ ვითარებაში ამიტომ ყველა სფეროში საჭიროა საკმაოდ კარდინალური ცვლილებების ჩატარება ხა რაც შეეხება თქვენ რასაც
ბრძანებთ, ხო? არ არის ესეთი ახალგაზრდებშიც არის ბევრი ისეთი, რომელიც სწავლობს, ვისაც უნარი აქვს, შესაძლებლობაც აქვს, მაგრამ მთლიანად სისტემაში არის ბევრი პრობლემა დაგროვილი ყველა მიმართულებით მინდა ვთქვა. ამიტომ ოცნებას დღეს აი რაც ხდება მთლიანობაში ოცნების შედეგი არის ის, რომ ჩვენი სუვერენული ფუნქცია გააძლიერა. ესე გაძლიერის ჩვენი სუვერენიტეტი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან არ ყოფილა, მოდი ესე ვთქვა, როცა სახელმწიფოს გააჩნია იმის სიძლიერე, რომ აი ესეთ ქვეყნებს, როგორიც არის შეერთებული შტატები, რუსეთი, ის რა ქვია, ევროპა კავშირი და ასე შემდეგ, უთხრას, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ, არ ვიქნებით თქვენი მორჩილი, გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ ქვეყანას ჭირდება. ესეთი მდგომარეობა ჩვენ არ გქონია. ეს ერთი შედეგია და მეორე, ეს უნდა გაძლიერდეს და გავრცელდეს ყველა სფეროზე. ეხლა თქვენ აბრძანეთ პოლიცია და ასე შემდეგ. ეხლა ზოგს უყურებ ხოლმე, როგორ სპეციალურად უყურებ ყველა იმას ტელევიზიას თითქმის რა. ეს რაც არის მეხუთე კოლონის ეს ტელევიზია, რომელიც საზღვარგარეთ და ფინანსირდება და თქვათ იგივე იმედი, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკას ატარებს, ხო? და კიდევ მსგავსი თქვათ რუსთავი და ასე შემდეგ. აი რაღაც ორი ის არის ვირტუალური სამყარო. ერთი უყურებს ერთ სფეროში ცხოვრობს, მეორე კიდე აბსოლუტურად სხვაში და რასაც ეხლა ვამბობ, როგორ ავრცელებენ, იცით? აი ესე იგი პოლიცია არის მოძალადე. პოლიცია ეს არის რაღაც საშინელება მოახდინა გადაცდომა, სადაც იყო პასუხი უნდა აგებინოს სახელმწიფო, მაგრამ ეხლა გზის გადაკეტვა რო ქონდათ და ის ქონდათ რა ქვია, გზა უნდა გადაეკეტათ და ეს აი როგორ ამბობენ, იცით? ეს იყო ადამიანების თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვა, დემონსტრაციის ჩატარების, ესე გზას რო გადაკეტავ მაგისტრალს, ადამიანებს ისა გადაადგილებას რო შეუშლი, ეს არაფერი არ არის და ის რომ მაგათ უნდათ რო გადაკეტონ, ეს თურმე დემოკრატიის და არ მისცემს საშუალებას დემოკრატიის ხელშეშლა. მეორე პოლიციის მომენტი ავიღოთ. აბა ნახეთ ერთი ევროპაში და შეერთებულ შტატებში. მიდით აბა პოლიციას ხელი გააწანეთ ერთი. გესტურის პირდაპირ ადგილზე მოკლავს. ადგილზე მოგკლავს. ხელებს თუ არ აწევ და დაანახე პოლიცია რო გეტყვის ისა რაღაცას მოგმართავს და თუ ესე ხელებს და რამე ჯიბისკენ წაიღებს, გესტურის და მოკლავს და პასუხს არ მოთხოვენ. აი ეს არის შეერთებული შტატების პოლიციის დემოკრატია და ჩვენთან ესე იგი პასუხი რო უთხრა რომ რატო კეტავ გზასო, თურმე ეს ის არის. ცილა რო გააწნა, ეს რა მოხდა მერეო რა? პოლიციის სილალო გააწნა იმ ქალბატონმა რო იძახიან, გოძო არავინ არ მინდა მე ციხეში იჯდეს და არანაირი სურვილი არ მაქვს რომ იქ კლეტკიდან რაღაცა ისაქნა და კიდე ესეთ პოლიტიკური იმაში გადაზარდონ, მაგრამ გააწნა ხელი ეგერ კაცსუყურე რამდენჯერმე მოკაჩა და ხელი გაარწყა. არ არის არაფერი ესა პოლიციის უფროს. თუ გინდა ჩვეულებრივი პოლიციელი იყოს. ამერიკაში გესტრის პირდაპირ მოხლავს ადგილზე და პასუხს არ აგებს ამაზე. იცოდეთ ეს როგორი კანონები არის, ხო? ამიტომ არ შეიძლება ჩვენ ახლა ორმაგი ის შევქნათ, თურმე პოლიციელეთის ხელის გარწყმა იქ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და თუ იმას პასუხს მოთხოვ, ეს არის რაღაც ძალადობა და გზა რო გადაკეტო, თურმე რა კაია და გადაკეტონ ახლა გზა და ჩამოშალოთ ეს. ესე ჩამოშალა სააკაშვილმა 2003 წელს და აკრევინა ისა ტაში გამოიყვანა გარეთ და ტაშს აკრევინებდა. მერე კიდე ის აფხაზეთი, ოსეთში რა მოახდინა და ის დავლურიაც ეკვა რუსთაველზე და ეს ხალხს არ აწყობს. აი ეს არის როგორი მაგალითებია, როგორი ექსპერიმენტები ჩაატარეს, იცი? აი ბრბოთ რო აქცევ, რო გააბრიყვებ ადამიანს და გული მткиვა რომ ამ გაბრიყვებაში არ მინდა ჩვენი ხალხი იყოს და უნდა გამოვიყვანოთ. ეს არის აი სწორედ ის პარადიგმური სინდრომი, რომელიც ფსიქიატრიაში გადადის ხშირად და ამას მუშაობა ჭირდება. არა მარტო ჩვენი სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ამ ხალხს, ის კი არ უნდა დავარქვათ რომ თქვენ აგრიყოთ, არა მუშაობა გჭირდება ყველასთან. მე ამიტომ ვიძახი თქვენს გადაცემაში თქვი და ყველგან თქვი რომ აუცილებელი არის აი ეს ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან მუშაობა, განათლების სისტემა იქნება, სხვა სფეროები იქნება, იგივე გინდა ჟურნალისტები იქნებიან თუ სხვა. დღეს ჟურნალისტი ზოგს წარმოუდგენია, რომ არაფერზე პასუხი არ უნდა აგოს. სადგინახიათ ეგეთი რაღაც. ჟურნალისტი იგივე მოქალაქეა, როგორც მინისტრი იგივე მოქალაქეა თუ პოლიციელი, ხო? ყველა კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს. ეს პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში. ყველა უნდა იყოს თანაბარი. სამართლიანობა არ იქნება არასდროს, თუ კანონის მიმართებაში თანაბარი არ ვიქნებით. ეს ჩემ თავზეა გამოცდილი.
იმიტომ ვამბობ, ხშირად ამბობენ აი ის რაღაცა იმ სააკაშვილის რეჟიმის ხვერპლი, ხალხი ყვდება და მე აცხადებენ ხვერპლა და აგერ რამდენიმე ადამიანი ვნახე, აი აწამეს, გააუბედურეს, განდევნეს, ჩემი ჩათვლით და ცოცხლები არიან და მათ არავინ არაფერს ეკითხება, გამიგეთ? აი ესეც ხო უსამართლობის ერთ-ერთი გამოვლინებაა და ეხლა იმდენი რამ იცვლება, თუგნებავთ ის ძიების დაწყება, მე ხშირად კრიტიკაც მithქვია ხელისუფლების მიმართ, იგივე ეს ძიება რომ უნდა დაიწყოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ეს ძიება უნდა დაიწყოს რეჟიმის გამოიძიონ, უნდა აი ძალიან საინტერესო თემით დავიწყეთ ჩვენ ბატონო ნიკოლოზ, როცა ვთქვით რომ USAID-ის მასალები პირდაპირ არის ამოღებული 2003 წელს როგორ მოახდინეს გადატრიალება. იქედან უნდა დაიწყოს. ვინ რას ფინანსირდებოდა, ვისაიდან ღებულობდა ეჯგუფები თანხებს, ეს საერთაშორისო გამჭვირვალობა, კმარა და ასე შემდეგ. ეს იგივე ყველაფერი სპეციალურად შექმნილი ორგანიზაციები, რომელიც იგივე არის დღესაც, სახე ცვლილება არის უბრალოდ იგივე ხდება. მე ერთ თემასაც მინდა შევეხო, აი თქვენ რა გონიათ, ეს გასაგებია, რასაც ეს მავნებლობას ეს ფონდები და ამერიკის სტრუქტურები ეწეოდნენ, მაგრამ ერთ კიდე საშინელებას აკეთებდნენ ეგენი. პოლიტიკურ ველზე არ უშვებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მიუღებელი იყო ამერიკის პოლიტიკისათვის. იყო შავი და თეთრი სიები. მე ვიცი დაბეჯითებით და დარწმუნებით. აი მაგალითად, ამერიკის საელჩო მიაწვდიდა ხელისუფლებას შავ სიას, ვინც იყო იმ შავ სიაში, ვერ გამოვიდოდა ვერცეთ ცენტრალურ არხზე, ვერ დაიკავებდა ვერცეთ თანამდებობას, ვერ მოხდებოდა ვერცეთ საკანონმდებლო ორგანოში. და ეს ყველაფერი ინერციით კიდე გრძელდება. მორჩეს უნდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანების კეთროვანებად ქცევა ის, ვინც მაგალითად ამერიკისთვის მიუღებელია, დღესაც იყოს მიუღებელი, იმიტომ რომ ამერიკაში შეიცვალა ხალხო ყველაფერი და ჩვენთან არ უნდა შევიცვალოთ და მე ვერ გავიგე ეს შავი და თეთრი სიები სამ ეპოქა ხო უნდა დასრულდეს რა. აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არის ხელისუფლების პრობლემა, რასაც თქვენ ბრძანებთ, იმიტომ რომ რამდენი ადამიანია, იგივე ზონდერები და მოწალადეები შეყრილი ახლა სხვადასხვა სტრუქტურებში. მე ხარ უყურებ ამ ტელევიზიებს, ხო? აი მიაქციეთ ყურადღება, ალბათ თქვენც მიაქცევდით, ესე ამბობენ, რომ ჩვენი წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ჩვენი წყარო სუსიდან, ჩვენი წყარო პროკურატურა. ესე იგი, წარმოიდგინეთ, როგორი ქსელი აქვთ შექმნილი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამ ჟურნალისტურ იმებში, რამ ხელაფული აქვთ. ჩადები, აი ჯერ გაიგეთ ახლა თქვენს კოლეგებს რამ ხელა ხელფასი აქვთ. აი იმ ტელევიზიებში, თქვენი კოლეგები, წამყვანები, აბა მოიგითხეთ რამ ხელა ხელფასი. არც ერთ მინისტრს, სახელმწიფოს მეთაურს არ აქვს ხელა ხელფასი. აი რამ ხელა ფინანსები მოძდიდა და დაასდევენ და თქვენ აი იმ დღეს ეკითხებოდნენ პოლიციელს, რომ თქვენ უნდა ემსახუროთ, ჩვენ უნდა გვემსახუროთ. ხელფასს გიხდით. ერთი კითხონ თქვენ რო გიხდიან ხელფას ათეული ათასობით 30000 რო აქვს ხელფასი თვეში რისთვის უხდიან რა დავალება რა ტრენინგები გაიარა 20000 ლარი აქვს აი ზაუტაშვილი როა წითელთმიანი ხალი ხო პირველ სახელმწიფო ესე იგი ჩვენი გადასახადებით ჩვენ უხდით ფულს ნაცებს სახელმწიფო არხებზე აჭარის არხი და ეს პირველი არხი პირდაპირ ემორჩილება ნაცებს ეხა ის ბორდის ის იყო რაღაცა შეკრება კაცო და ეს უკვე საიგულის ამრევი რა გამოდიოდნენ თავის ესე იგი აქით უტევდნენ ამ რატომ აყურებინებ ამ ვაკხანალას დაამყარე წესრიგი ვერ გავიგე ესეც იმ ტრამპის გადასაწყვეტია კაცო დაამყარე წესრიგი რა ეს კაცი ვიღაცა ვასილ ივანოვ ჩიკოვანი მორჩება იმ გადაცემას მიწავა მე იქა მიტინგზე და აგინებს სამთავრობას თქვენ როგორც არ ყოფილიყართ იმ ეთერში რამდენიმე წელია ისე არ ყოფილი ვარ ჩვენ რა საზოგადოება არა ვარ თუ რა ვერ გავიგე კეთროვანი აი მე ვიტო ვიძახი თვითონ გამოვიდა ხო გახსოვთ ეს ცინცაძე წამყვანი გამოვიდა არსებობსო სიებიო გესმით თქვენ სიები არსებობს ვინ მოვა პირველ არხზე ვინ არ მოვა იმ არხზე გესმით და სიები მარტო იმაზე კი არ არის ვინ გამოვა ტელევიზორში იმაზეც არის სიები ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო თანამდებობაზე პარლამენტში ამაზე მაქვს საუბარი და დაწვით ეგ სიები ბოლო-ბოლო სირცხვილია უკვე რა მართლა რა თან ამას პირდაპირ ეთერში იძახიან კაცო სიები არსებობსო ეგრე არის ეხლა მე უფრო მეცაც გეტყვით ეს საერთო პროექციებიც არსებობს მე თუგნებავთ აი ეს შეიძლება მithქვამს ესეთი სახელი ქვია რა გაიასნებული ტიპები რა მოდი ესე ჟარგონი ვიხმაროთ რა გაიასნებული ტიპები და ეს გაიასნებული ტიპები იცით ვინ არიან ანუ წინა ხელისუფლებაში რო იყვნენ
და მე უკვე ამათმა რომ გააიასნეს და აი ჩვენთან არიანო და მერე სულ ღალატობენ. თუ გინდათ ეროვნული ბანკის ისინი ავიღოთ გააიასნებული ტიპები იყო, ენერგეტიკის სისტემაშიც გააიასნებული, პოლიციაში, პროკურატურაში, აი ესეთი. ეს უნდა დამთავრდეს. არასწორი პოლიტიკის შედეგი არის. ეხლა გინდა ამას დავარქვათ კოჰაბიტაციის შედეგი, ჩაიარა უკვე ამ კოჰაბიტაციამ. ეხლა ამხელა რეფორმები მიდის შეერთებულ შტატებში და ქართულმა უცნებამ, ხელისუფლებამ, საზოგადოებას უნდა დაანახოს, რომ მიმდინარეობს წმენდა. აგენტურისგან უნდა გაიწმინდოს. მე არ ვიძახი დაიჭირეთ, მოკალეთ, ეგეთ რამებს არ ვამბობ. გაიწმინდოს უნდა აუცილებლად უნდა მოხდეს გაეროვნულება ჩვენი სახელმწიფო სისტემის. სანამ ეს არ გაკეთდება და ესეთი გაიასნებული, არაგაიასნებული ტიპები, თუ გინდა ბიზნესმენები იმათაც აფინანსებენ, ამათაც აფინანსებენ. ეხლა თუ გინდა ეგეთი გვარებით შემიძლია დავასახელო, მაგრამ ხო ვიცით ეს არასწორი არის ეს. ესეთი სისტემა ვერ მოიგებს. კარგი იქნება, თუ დაასახელებთ, კარგი იქნება. ერთი არ არის და ბევრი არის ეგეთი მე მომენტში დავასახელებ, მაგ კი არა მე უფრო მეცაც გეტყვით. ეხლა ის კომისია რო შეიქმნა საგამოძიებო მე ბოდიში ერთ ჩაგედებ თქვენ ხო თქვით გაიასნებულ ტიპებს ეძახიან ვინც ყავთ ამათ და არის მეორე ტერმინი კიდე უკონტროლო ტიპები. ანუ უკონტროლო ტიპებს ეძახიან იმ ტიპებს ბოდიში ხა ჟარგონისთვის ადამიანებს რომლების მათი აზრით არ არიან საიმედოები და ამ დროს ეს უკონტროლო ადამიანები ყოველთვის არიან სიმართლის სადარაჯოზე მაგრამ მაინც უკონტროლებად თვლიან და აი გაიასნებულები რო ღალატობენ ის გაიასნებული ურჩევნიათ იმ უკონტროლოს არავინ ეს უკონტროლო შეარქვეს თვითონ არ ვიცი საიდან წამოვიდა ეს უკონტროლო ტიპები უკონტროლოს რას ეძახიან იცით ესენი რომ აი ადამიანი ხა სისულელეს რო აკეთებდა რო გეტყვის რო არ არის ეს სწორი არა ეს არ შეიძლება რომ უნდა უთხრა რომ კი ყველაფერში მართალი ხარ და აი ამაში გამოიხატება უკონტროლობა შეიძლება ეგეთი სახელი აქვს შეიძლება არამორჩილი ანუ არის მორჩილები და არამორჩილები არა ეხლა მე კიდე უფრო მძაფრი არ მინდა სხვა რამესაც ეძახიან კიდე უფრო გიჟებსაც ეძახიან ისე მე სხვათა შორის ეს ინფორმაცია ეხლა ამას რო ვლაპარაკობ შიდა იმიდანა მაქვს მიღებული ეს ბოდიში და ყური კი არ მომიკრია რომ აი მაგალითად ვიღაცა ადამიანი რომელიც აქვს რეიტინგი რომელსაც აქვს სახელი რომელსაც ბევრი გაუკეთებია ქვეყნის ესენი არიან უკონტროლოები ესენი არა გიჟები და ამიტომ არა ესენი დავბლოკოთ გესმით და მხოლოდ უნდა ის აი გაიასნებულები რომლებიც ნაცებთანაც იყვნენ და ეხლა აქ არის და აი ესე ამათზე გავაკეთოთ და ბოლოს კიდევ ღებულობთ იმ სურათს რომ აი ეგ ადამიანები რომლებიც იქაც ნაცების დროსაც იყო და ეხლაც რო არიან მუდმივად ღალატის რეჟიმში არიან ეხლა მე გეცახმები თქვენ ეგ უნდა შეიცვალოს აუცილებლად საერთოდ ჩვენ სახელმწიფო პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფო მართვაში არ არის სათანადო დონეზე აი ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია სხვათა შორის ამ კუთხით კვლევები რო ჩაატარონ თვითონ დაინახავენ მე კვლევები არ ტარდება დაწყებული თვითმმართველობიდან დამთავრებული ცენტრალურ ხელისუფლებამდე ადამიანები არ არიან ჩართო ჯერ თვითმმართველობა არ გაგვაჩნია სააკაშვილმა რომ გააუქმა თვითმმართველობა არც ოცნება არ აღადგინა ეხლა არჩევნები ხომ უნდა მოვიდეს თვითმმართველობის და რაში ვატარებთ ეხლა უყურეთ კიდევ მნიშვნელოვანი მომენტს გეტყვით თვითონ ხვდებიან რომ აუცილებელია თვითმმართველობის აღდგენა აი ეხლა ბოლოს საკანონმდებლო ინიციატივა იყო ეგეთი რომ აი მანიფესტაციებზე და მის ფორმებზე და ადგილებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თვითმმართველობა ქალაქებმა რაიონებმა ხო მუნიციპალიტეტებმა უნდა მიიღონ უკვე აქ გამოჩნდა რომ საჭიროა ეს ანუ მეტი თავისუფლება მეტი შესაძლებლობები თვითმმართველობას უნდა მიეცეს ეს იძლევა საშუალებას და აღდგეს უნდა როგორც იყო ადრე სოფლებში საკრებულო ხალხი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში თუ არ არის ჩართული იქ რესურსების გამოყენება იქნება თუ საშუალებების გამოყენება და ის ხალხი ამ ხალხმა ყველაფერმა თბილისში უნდა იბინოს უკვე ეს კიდე თავისთავად ბადებს გარკვეულ წინააღმდეგობას და აი არასასურველ სიტუაციას ეს ჩვენ ხო ხედავთ პრობლემებს და ეს პრობლემების აღქმა უნდა კონდეს სახელმწიფო სტრუქტურებს რომ ეს რეფორმები გატარდეს. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ თემები რაც აი გეოპოლიტიკაზე ლაპარაკობდით ეხლა ტრამპის მიდგომა იმდენად სხვანაირი გამოჩნდა ხო ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით ამასინათ ეხლა ანალიზს უკეთებდით იქ უკრაინის მიმართება ეხლა უკრაინას უკვე აი ნახეთ უნგრეთში რას წერენ პოლონეთში რას წერენ რუმინელები ბულგარელები გავანებოთ რუსებს თავი
ნახეთ რა მიდგომებია უკვე ის ტერიტორიები რომელიც სტალინმა საჩუქრად მისცა ჯერ ლენინმა მისცა თავის დროზე მერე სტალინმა აჩუქა მთელი ეს ბუკოვინა და ის რა ქვია იქეთა მხარე ესე იგი განაწილება ხდება და ტრამპის მიდგომებმა ეხლა ეს თემები კიდე აქტიურად წამოწია რატო ვამბობ ბევრი რამ იცვლება ეხლა თუ კი შევხედავთ ამას მიდგომები როგორია იცით აი გავლენების სფეროები ისევ ხდება ამ გადანაწილება მაგრამ უკვე სხვა მიდგომებით არის სხვა დამოკიდებულებით არის და ჩვენ არ უნდა ველოდოთ რაღაცა საომარი მოქმედების გაჩაღებას თუმცა ეს პრობლემები აი მაინც შეიძლება არსებობდეს და თავი უნდა ავარიდოთ რა დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო ჩვენ კიდე შეიძლება ბევრი დაგვრჩა და ერთი მინდა დავამატო ერთ თქვენ გადაცემაში მე უნდა ეხლა აი ბოლო ფრაზით მინდა ვთქვა ეხლა პარლამენტში ზოგი შედის ზოგი გამოდის ზოგი რაღაცა ხდება მე ზოგი რეჟიმებს უძახის აი ავტოკრატიული რეჟიმი ყარიბდება და ერთი რამ ის მივაქციოთ ყურადღება მე როგორც ეხლა ანალიტიკოსი და უყურე გლობალურად რა ხდება და ლოკალურად საქართველოში გლობალურად იცვლება მსოფლიოში ყველაფერი ეს დემოკრატიის რაღაცა მოგონილი პრინციპები ისტორიას ბარდება აღარ იქნება აი ეს დემოკრატიული მომენტები რასაც ერქვა ეს ლიბერალური დემოკრატია რომელმაც ფაშიზმის სახე მიიღო ანუ შენ ან მათნაირი უნდა გამხარიყავი ან უნდა გაგანადგურებდნენ ეხლა ამის საწინააღმდეგო სისტემები რომელიც ყალიბდება მათ ეძახიან ავტოკრატებს მაშინ ავტოკრატიული რეჟიმი არის ესე იგი შეერთებულ შტატებში თუ ამ კუთხით შევხედავთ მაგსტანდარში ხდება და იგივე უნგრეთში და უნგრეთის მსგავსი სისტემა ჩვენთანაც არის ასე რომ სხვა სისტემები ყალიბდება და ნუგონიათ რომ ეს რაღაცა ვიდმეს მოგონილი სახელები შენარჩუნდება მთავარია ჩვენ ხალხზე ვიზრუნოთ და ქვეყანა გავაძლიეროთ გასაგებია დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო ბატონ ლევან თქვენთან საუბარი და ამით დაგემშვიდობებით შემდგომში გავაგზავნებთ უკვე იმ საკითხებზე რომლებზეც ვერ მოვასწარით დღეს აქცენტების გაკეთება. კარგად მზადდებოდეთ. ბატონი ლევან მამალაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.